ხსენებული წმინდანების შემწეობასთან მფარველობას გისურვებთ, განვაგრძობთ გადაცემას შემდგომ სტუმართან ერთად. შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართულ უნივერსიტეტში დღეს მე-7 საერთაშორისო ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება შოთა რუსთაველი 850 წელი. ბატონი პროფესორი ბატონი ტარიელ ფუტკარაძე შემოგვიერთდა, რისთვისაც მას დიდ მადლობას გადავუხდით. დიმამშვიდობისა. დიმამშვიდობისა, გილოცავთ დღესასწაულს ბატონ ტარიელ. მეც გილოცავთ, ულოცავთ ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით. დიდი მადლობა თქვენ რომ ასე კარგად აშუქებთ ხოლმე ჩვენს ღონისძიებებს. მადლობა თქვენ რომ მასპინძლობთ და მართავთ ამ ღონისძიებებს. დიახ. ბატონ ტარიელ. არსებითი სხვადასხვა მასპინძლობაც, იმიტომ რომ ყველას კი არ ახსენდება ასეთი ღონისძიებები. ბატონ ტარიელ. გულწრფელად მინდა ჩემი პირველი შეკითხვა ასე დავსვა და ამით დავიწყო. მინდოდა რომ კონფერენცია შევხებოდით, თუმცა აუცილებლად შევხებით. ოღონდ თავში მინდა გითხოთ, აი გულწრფელად მაინტერესებს თქვენი პასუხი შოთა რუსთაველის და ვეფხისტყაოსნის ამ გენიალური მართლაც ქმნილების გარეშე ჩვენი ყოფა, რაღაცა კულტურა წარმოუდგენელია, ხო? თუ კი რამით ვამაყობთ ქართველები, ეს არის მართლაც აი რაღაცა მწვერვალი. როგორ აღინიშნება ესეთი გამორჩეული ადამიანის იუბილე 850 წელი. გასაგებია რომ თქვენ მეგულისხმობ სახელმწიფო დონეზე, თორემ მე პირადადაც მქონდა ბედნიერება რამდენიმე ღონისძიება, რომელიც ამას ეძღვნებოდა, წავიყვანე წლის მანძილზე. ნუ რა თქმა უნდა. როგორ აღინიშნება საქართველოში დროსაც უკაცრავად ჩაგეჩერე. გავჩერდი და საქართველოში არის ძალიან ბევრი ადამიანი, ქართველი ერი, ზოგადად თანამედროვე თაობა, ვინც ღირსეულად აფასებს შოთა რუსთაველს, ვეფხისტყაოსანს და თავისთავად ხარდია საქართველოს ყველა მხარეში, ქალაქში, განსაკუთრებით სხვადასხვა ქუთაისში გაიმართა ძალიან კარგი კონფერენცია ჩატარდა, ხაშურში ვიყავი ამასინათ მე ახალციხეში გავხდით. ახალციხეში შესაბამისად დღევანდელი თაობა ქართველებისა ძალიან ღირსეულად აღიქვამს შოთა რუსთაველს, ვეფხისტყაოსანს ეპოქას ზოგადად. თქვენ სავსებით მართალი ბრძანდებით, საქმე იმაშია, რომ ვეფხისტყაოსანი არის ქართველთა იდენტობის ერთ-ერთი არსებითი მარკერი, ნიშანი, განსაზღვრელი და გარდა ამისა, ეს არის ჩვენი ფილოსოფია და სხვადასხვა ძალიან საინტერესო ბერწახნაგია, მე შეიძლება შეკიდეთ შევეხოთ. აი მე შემიძლია ძალიან მარტივად დაგისაბუთოთ, რომ სოფლიოში ეს არის პირველი ნაწარმოები, სადაც ფილოსოფიის დონეზეა გაანალიზებული გენდერული პრობლემები. გენდერის საკითხი და ძალიან ბევრი თემა შეიძლება ამას შეიძლება. კარგად არის გაანალიზებული ხელისუფლების მემკვიდრეობითობის პრობლემა და მისი შედეგები ქვეყნის ბედისათვის. აი ძალიან ბევრი წახნაგით არის, ასე ვთქვათ, ცნობილია ეს და ეს ჩემი, ვთქვათ, მიგნებად მქონდა არ არის, რომ ძალიან ბევრი პლანში განიხილება ვეფხისტყაოსანი რელიგიურში და აშშანი. ანუ ეს არის ქართველი ერის უდიდესი პოტენციის გამოხატულება და მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ ეპოქაში საქართველოს იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო. ეს ფაქტია და ამას საუბარი არ უნდა. შესაბამისად, დიდი სახელმწიფოს წარმოჩენა თანამედროვე ეპოქაში, როცა ქართველთა ნიჰილიზმისკენ არის ორიენტირებული ძალიან ბევრი უცხოელი თუ აკაური პოლიტიკური ჯგუფი, ამ ნიჰილიზმის დანერგვის ფონზე დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან, რომ წამოიწიოს წინაპლანზე ჩვენი ღირსებების საფუძველი და ფუნდამენტი ვეფხისტყაოსანი მსოფლიოს მასშტაბით. ნებისმიერი ხელისუფლება და ნებისმიერი პოლიტიკური სპექტრი გამოიყენებდა ამ თარიღს 850 წლის თავი, საოცარი თარიღია, რომ სოფლიოს გააგებინო, რომ ეს მცირერიცხოვანი ქართველი ერი რაოდენ დიდია. რა გავაკეთეთ? და რაოდენ ძლიერია ქართველი ერი. ახლა გამოვიდარე. სოფლიო იცის პრინციპში. არა ეს ენაზე არის ნათარგმნი და ძალიან გთხოვთ, ესე მოდი ესე მოვილაპარაკოთ. ნათარგმნი შეიძლება არის, მაგრამ ინფორმაცია სამეცნიერო წრეებს გულისხმობს. ახალი თაობები, არა, ახალი თაობები იზრდება, როდესაც არ გაუგია საქართველოს. თელ სოფლიოში ყოველი ახალი თაობა, რომელიც იზრდება ახაც და სხვაგანაც, თუ განათლებული არ არის და ინფორმაცია არ მიეწოდა, შეიძლება ესე გაიზარდოს თბილისში ხალხი, რომ არც კი ექონდეს გაგონილი ვეფხისტყაოსანი. ანუ თუ მას ინფორმაცია არ მიეწოდა, თუ სკოლაში არ ასწავლეთ, ღონისძიება ჩატარეს. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შანსი ჰქონდა ჩვენს ხელისუფლებას და აქვს კიდევ და არ არის ეს, რა თქმა უნდა, დაკარგული შანსი,
რომ სოფლიოს არა ურაპატრიოტული კონტექსტით, არამედ არგუმენტირებული კონტექსტით გააგებინო რა სიდიდე იყო აზროვნებისა, რა სიღრმე იყო აზრცნობიერებისა მე-18 საუკუნის შესაბამისად მთელი ევროპა შეიქმნა მე-18 საუკუნის შემდეგ, ხო ასე არა, მთელი ამერიკა და მთელი რეალურად ჩვენ ვსაუბრობთ რომელი საუკუნის ჩვენ მე-18 საუკუნის ფილოსოფიაზე, ფსიქოლოგიაზე, ძალიან დიდი ფსიქოლოგია. მართლა უძირო სხვადასხვა საოცარი ფსიქოლოგიების ყოლოსანის ავტორი, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად არჩევს ფსიქოლოგიურ ნიუანსებს ქალის ცნობიერებაში. და ამასაც სწავლდეს შეიძლება საუბარი. აი, დღევანდელ კონფერენციას რაც შეეხება ბატონ ტარიელ, საინტერესოა, ვინ მიიღებს მონაწილეობას, რა მოხსენებებით წარსდგებიან მოხსენებლები და რითი მოისმენთ ახალს. დიახ, კონფერენცია, თქო და ამითაც უნდა დაგვეწყო, კონფერენცია გაიხსნება მეუფე იაკობის დალოცვით, მეუფე იაკობი არის ჩვენი უნივერსიტეტში სრულფეიბენის წარმომადგენელი პატრიარქის, საკმაოდ დიდ ენერგიას ახარჯავს, რომ სამეცნიერო მიმართულება იყოს ძლიერი ჩვენს უნივერსიტეტში და ამის აღონიშნულობა მე არ შემიძლია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გეგმავს რექტორი ბატონი სერგო-არდოსანიძე და ამ ყველაფერს ახორციელებს კონფერენციას გულისხმობ ქართველი ლოგის ცენტრი, რომელიც ახალგაზრდა თანამშრომლები ძალიან აქტიურად არიან ჩართული ამ ორგანიზებაში. მე არ შემიძლია ისინი არ დავასახელო, სოფო კეკოა, რომელიც თვითონ არის გალის მკვიდრი და დოქტორანტია ჩვენი თანამშრომელია. სვეტა ადამია, ასევე ჩემი თანამშრომელი და ჩემი დოქტორანტი ყოფილი, მიშა ლაბაძე, ასევე თქვენი ხშირი ესპონსორი, ჩემს ხელში გაზრდილი, შეიძლება ასე ითქვას. თეიმურაზ გვანცელაძე, პროფესორი, ცნობილი ადამიანის ხშირი სტუმარი. ანუ ეს პატარა ჯგუფი, მაგრამ საკმაოდ მუშა ჯგუფია, ეხმარება ჩვენს, რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებას დეკანი, ჩვენი მეგობარი ლევაჯიქია და ზოგადად მივაჩნია, რომ ძალიან კარგი გუნდია დღეს უნივერსიტეტში, რომელიც ქართულ ფასეულობებს ღირებულებებს კარგად იაზრებს და ამ კონტექსტშიც იგეგმება ღონისძიებები და ღონისძიება კარგი სიტყვა და ამიტომ გაგებიყნებ ხოლმე ხშირად რომ რაღაც გააფუჭეს ღონისძიება სიტყვა საბჭოთა კავშირის პერიოდში და მე ისე ავაღორძინო სიტყვა კარგი ის არის რაღაც ასოციაციებიც აქვს ამ სიტყვას და კარგი ღონისძიებები იმართებოდა ერთ-ერთი გამორჩეული არის რა თქმა უნდა გამორჩეული ქნილებისადმი მიზნული კონფერენცია რომელიც გითხარით გაიხსნება მეუფე იაკობის დალოცვით და ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ ხარკი გენიოსზე, სოფლიო გენიოსზე, შოთა რუსთაველზე, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტი დღეს ასე ვთქვათ ამ კონფერენციით შეეხმიანება ეპოქალურ მოვლენას რეფერენს ყოლოსანს. ამავე დროს დღეს მოხდება ჩვენთან იშვიათი წიგნების გამოფენა ყოლოსნის, რომელსაც ამ გამოფენას გააკეთებს დღეიდან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. დღეს გიორგი კეკელიძე და ჩვენი რექტორი მოაწერენ ხელს მემორანდუმს და ფაქტობრივად რაღაც სიმბოლურად მოხდება ამ გამოფენის ორგანიზებას დაგეგმვაც და ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო მოხსენებებით გაგრძელდება ეს ყველაფერი და ვფიქრობ რომ ჩვენი თაობა, ჩვენი უნივერსიტეტი ამ შემთხვევაში და თქვენი ტელევიზია ჩვენთან ერთად საკმაოდ კარგი ნაბიჯს გადადგამს რომ საზოგადოებას ახაც და უცხოეთშიც ვინც უყურებს თქვენს ტელევიზიას გავაცნობთ რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ გქონდა დიდი სახელმწიფო, ვიყავით და ვართ დიდიერი და გვაქვს შესანიშნავი ქვნილება, რომელიც დღესაც ახლებურად შეიძლება კაცმა წაეკითხოს. აი, ეს არის საინტერესო ბატონ ტარიელ, მთავარი სიახლე, რასაც მოისმენს, თქვათ, ადამიანი, რომელიც დაესწრება ამ კონფერენციას, ამ 850 წლის განმავლობაში ვეფხისტყაოსანი ამოუწურავია და მისი შესწავლა, კვლევა, ჩაღრმავება არ შეჩერებულა შეიძლება ითქვას და არც ბოლომდე არ მისულა, ეს გრძელდება და კვლავაც გაგრძელდება ალბათ და ამ ეტაპისთვის რა არის სიახლე? იცით, მოხსენებები ჩვენ შევარჩიეთ საკმაოდ ფრთხილად, ჩვენ არა ვართ ისეთი დაწესებულება, რომ ყველა მოხსენებას იღებს და ყველა მოხსენებას აკითხებს და ყველაფერს ბეჭდავს. საკმაოდ, ასე ვთქვათ, ძაფრი თუ მაღალი წნეხის პირობებში განვიხილავთ ყველა მოხსენებას, ყველა მოხსენების პერსპექტივას და მე მხოლოდ ჩამოვთვლი რამდენიმე მოხსენებას. მანანატაბიძე დაუშვათ, ლადო მინაშვილი, დიმიტრი ნადირაშვილი, მურმან თავდიშვილი, ქეთევან შენგელია, მანანა ბრათაშვილი, ძალიან საინტერესო ზურაბ ბახანია, ფსიქოლოგებიც არიან ენათმეცნიერების, ლიტერატურების და ძალიან კარგი მოხსენებები გვაქვს და ყველას ჩამოთვლა შორს აგიყვას, მაგრამ იმაჩნია რა, თქვა ნომადი ბართაია, ნინო მამარდაშვილი, ან საკმაოდ საინტერესო კონფერენცია იქნება, მაგრამ მოხსენებების განხილვა და თქმა უნდა შორს აგიყვას. გასაგებია. სხვათა შორის ჩვენ გვაცადა ერთი წუთი მეც მინდა. სხვათა შორის დიაცეს შეიძლება მივჩელო.
აი მაგალითად ვეფსკოვსკოში ძალიან კაცრად არის გამიჯნული ქალი და დიაცი და არ გიჩვენოთ რომ დიაცი გამოიყენოთ ამ შვიდერი ქალბატონის მიმართ, იმიტომ რომ აი ეს გვაინტერესებდა მაყურებელი მედია მიხვდა გაგვეზუსტებინა სპეციალურად აი აქამდე მიგიყვანეთ ბატონ ტარიელ რომ ეს გაგემართება აი მართლა აი მაგალითად ხუმრობთ მიმართავ ხოლმე ხონდა და მაქვს მოხსენება ამ თემებზე, თქვა ვეფსკოვსკის გენდერზე, საერთოდ გითხარი ტრაქტატი მეთქი და მინდა აღვნიშნო რომ ყველაზე ხშირად ტრიალებს ხოლმე ლეკვილომის ასწორია. და ამ დროს ბევრმა არ იცის, რომ ლომის ლეკვი ნახსენებია სხვა კონტექსტშიც, ეს არის ასმათი. ასმათი არის ლომის ლეკვი. ანუ მთელი ფილოსოფია ავტორისა არის ჩვენება არ იმის, რომ მხოლოდ მეფის ქალიშვილია კაცის თანასწორი. ნებისმიერი ქალი თანასწორია მამაკაცის, მეტის ქალი უფრო უპირატესია ხშირ შემთხვევაში და ძალიან ბევრ შემთხვევაშიც ქალი უფრო ჩანს გონიერი ვიდრე მამაკაცი და ჩვენ მიგვეცხინება, მაგრამ მაინც კაცია წარმართული ახლა ეს დაუბრუნოს სიტუაცია. რა შეიძლება დიას ვეფსკოვსკში ქალი გამოყენებულია დაახლოებით 95 წელი. იმრელა შემთხვევაში ქალი არის დედრობითი ადამიანი, ღირსეული, ჰაეროვანი, გონიერი, ჭკვიანი და ეს უმრავლეს შემთხვევები არის ასმათის მიმართ. და სხვა შემთხვევებში უბრალოდ ზოგადად დედრი ადამიანი, რომელსაც აქვს ღვთიური სული და საკმაოდ ესეთი კარგი კონტექსტებით, მაგრამ დიაცი გამოყენებულია 13 ჯერ და 13 ჯერ ნეგატიურ კონტექსტში. დიახ, უფრო სალანძღავო კონტექსტში. დიაცი ნიშნავს უღვთიურ სულო ქალს. ანუ ხორციელ და ასე ვთქვათ ერთი ხა ცნობილი საზები უბრალოდ არ ვიტყვით ხა არ ვიტყვით ხო არის რა ხორციელ და ვაჭრულ ნებებზე ორიენტირებული მდედრი არსება, რომელიც ლანძღავს კაცსაც, სამყაროსაც, მაგრამ ქალი მუდამ არის კაცის ადამიანის კაცის და მამაც ნიშნავს მამაკაც მეგობარი და ამაღლებული, მაგრამ დიაცი არის, მაგრამ ნახეთ და საინტერესო რაღაცა ფატმაში ხდება ტრანსფორმაცია დიაციდან ისეთ ღირსეულ ქალამდე, რომელიც იწოდება მეფის დად. ანუ ქალში, ანუ ფატმაში ამ შემთხვევაში ამ ტრანსფორმაციას აპირებებს ღირსეული კაცის გამოჩენა. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ქალის ქალობა, ამ შემთხვევაში დიაცის ქალა ტრანსფორმირება გამოყენებულია ღირსეული კაცის გვერდში ყოფნას შეუძლია. აი საერთოდ ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური, თუმცა ყველა ავთანდილი ხომ არ არის და. რა თქმა უნდა, ყველა ავთანდილი ვერ არის, ამიტომ ყველა ქალეც ვერ არის ხოლმე ამაღლებული, ზოგი რჩება დიაცის, მაგრამ პერსპექტივა არის წარმოჩენილი, რომ ყველა ადამიანში აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი. აი იგივე ფატმაში, რომელიც განხურებს ზღვას თუმცა ვაჭრების ცოლებთან ერთად кейფობს, არ რაღაც კაეშანის სევდა, ანუ აწუხებს ადამიანური სევდა, რომელიც რეალიზდება ავთანდილთან დამეგობრების და ფატმანის ძიების პროცესში ჩართვის შემდეგ. მთლიანობაში მე ვფიქრობ, რომ ვეფსკოვსკი ნებისმიერ ეპოქაში წაიკითხება ეპოქისთან მიხედვით განსხვავებულად, იმიტომ რომ ეპოქა გარკვეულ ხედვას აპირებებს, როგორც პიროვნების ხედვა არის განსხვავებული, ამიტომ ვისაც რაც უნდა, იგივე მემკვიდრეობის თემაში სამდღე შევეხე, ის ქვეყანა, სადაც ლეგიტიმურად იცვლება ხელისუფლება არის არჩინებული და ძლიერი და თანაც არის ლეგიტიმაციის პრობლემა იმ ქვეყანაში არის ხატეელების თქვათ შემოსვლა და მუდრობა და ამ შემდეგ. ასევე ძალიან საინტერესო თემებია ეთნოსები და ენები ვეფსკოვსკში, სახელმწიფოთა საერთოდ მოსახლეობის სახელმწიფო ნახსენები, ხო? ნახსენებია ბევრი სახელმწიფო და მე შემიძლია გითხრათ, რომ კი ნახსენებია ბევრი სახელმწიფო, რომელი სახელმწიფოს მეფე. რა ნუმაბნებ, ვიცი რომ 20-მდე სახელმწიფო ნახსენები. მელიქ სულხავი არის გულაშაროს მეფე, მაგრამ გულაშაროს არ არის საქართველოს ასე მოდელი. საქართველოს მოდელის სამი ვერსია, ეს არის არაბეთი, ეს არის ინდოეთი და ეს არის მულღაზაზარი, სამი ძმის სახელმწიფოები და რასაوارია ამ ყველა სახელმწიფოში ღვინოსაც სვამენ და სხვები ღვინოს არ სვამენ. აი ძალიან ბევრი ნიუანსია ისეთ როგორც რაც ახლა დღეს რა თქმა უნდა ამ ყველაფრის განხილვა ჩვენი დროის გამო ვერ მოხერხდება. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ტარიელ კონფერენციაზე და მე დღეს მექნება მოხსენება ეთნოსები და ენები ვეფსკოვსკში და საინტერესოა ის რომ ხატეელები თურქები არიან. არ არის სხვადასხვა არ არის და საინტერესოა ის რომ აი თქო თუ იცით დავსვამ კითხვას და თქვენთან მოპრობლებთანაც არ ჩამჭრათ. არა, კითხავს არა, არც კი პასუხობთ, მე მიპასუხე რომ ტექნიკურ შენად მიპასუხეთ. რომელი ეთნოსები ლაპარაკობენ არაქართულად ვეფსკოვსკში? არ მახსენდება ნამდვილად ახლა ესე. ვერ გავიხსენე. ერთადერთი ეთნოსია, რომელიც ერთი შემთხვევა საუბარია უცხო ენაზე, ეს არის ეგვიპტიდან წამოსული ვაჭრების უცხო ენოვნობა. ანუ ყველა ლაპარაკობს ქართულად, ანუ ქართული გარემოა, ქართული ლანდშაფტი, ქართული გეოგრაფია, ქართული ტბებია, წყლებია, მდინარეებია, მაგრამ ასევე არის უცხოური მარტო არის ეგვიპტელი და მობაღდადენი, რომელიც ღვინოს არ სვამენ. ანუ ძალიან